უკრაინის სახელმწიფო ეკოლოგიური ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ სუბოტენკომ კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოს წარმომადგენლებს განუცხადა, რომ $650,000, რომელიც მათ ნაღდი ფულით აღმოაჩინეს, გარდაცვლილის ბებიის ავტოფარეხში იპოვა. თუმცა სააგენტომ დაასკვნა, რომ სუბოტენკოს ბებია და ბაბუა ვერ შეძლებდნენ ასეთი დანაზოგის მოგროვებას. ბებია მუშაობდა კომკავშირულ და საგანმანათლებლო სტრუქტურაში და სამსახურიდან ჯერ კიდევ 1994 წელს გაათავისუფლეს. 1991 წლამდე კი საბჭოთა კავშირში უცხოური ვალუტის ბრუნვა მოქალაქეებში აკრძალული იყო. გამოვლენილია ასევე შეუსაბამობები რამდენიმე ობიექტებთან მიმართებით, როგორებიცაა სუბოტენკოს მინები ხარკოვსა და კიევში, ხარკოვის და კიევის ავტოფარეხები. შესაბამისად უწყებამ გამოავლინა არასაკმარისი დეკლარირების ნიშნები და გადაწყვიტა, რომ სუბოტენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა საფუძვლიანია. სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს იუნ სოკ იოლის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ადგილობრივი პრესა იუწყება. სასამართლომ ყოფილი მაღალჩინოსანი დამნაშავეცნო ამბოხის ხელმძღვანელობის მცდელობაში 2024 წელს სამხედრო მდგომარეობის შემოღებისას. სასამართლომ დაადგინა, რომ იმ დროს სამხედროების გაგზავნამ პარლამენტის შენობასთან ფაქტობრივად ჩაშალა საკონსტიტუციო ორგანოს მუშაობა. საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის თქმით, სიტყვის თავისუფლება, რომელსაც ემხრობიან სოციალური ქსელის შემქმნელები, სრული სისულელია, რადგან ისინი მალავენ მათი პლატფორმების ალგორითმების მუშაობას. ისინი გამჭვირვალე უნდა იყოს, თქვა მან. სიტყვის თავისუფლება სრული სისულელია, თუკი არავინ იცის, როგორ მიყვარხართ ამ ეგრეთ წოდებული თავისუფალი სიტყვის გზაზე, განსაკუთრებით თუკი ეს გზა მიდის ერთი ზიზღით სავსე ტექსტიდან, მეორე ასევე ტექსტიდან, განაცხადა მაკრონმა სტუდენტებთან შეხვედრისას ნიუ-დელის მთელი ინდოეთის სამედიცინო მეცნიერებათა ინსტიტუტში. როდესაც წარმოდგენა არ გაქვს, როგორ არის შექმნილი ეს ალგორითმები, როგორ არის გამოცდილი, რას გასწავლის ისინი. ჩვენ ვითხოვთ ინტერნეტის პროტოკოლის მისამართს, ჩვენ ვითხოვთ გახადონ ალგორითმები გამჭვირვალე. თუკი თქვენ ემხრობით სიტყვით თავისუფლებას და მათგან ზოგიერთი ემხრობა, მაშინ საიდან არის ალგორითმების თავისუფლება? სწორია, სრული გამჭვირვალობა, განაცხადა მაკრონმა. ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა Netflix-ის პოსტერი ილონ მასკის შესახებ სერიალის რეკლამით, რომელზეც ბიზნესმენი შავკანიანია და პოსტს მიაწერა. გთხოვთ ოღონდ ეს გააკეთეთ, ეს იქნება ბომბი. დასცინა მან სტუდია Netflix, რომელიც ცნობილია თავისი ჰიპერტროფირებული პოლიტკორექტულობით და ინკლუზიური კასტინგით. კინოსტუდია არაერთხელ დაუდანაშაულებიათ იმაში, რომ ისტორიული პროექტების გადაღებებზე ევროპელი მეფეების და დედოფლების როლებზე შავკანიან მსახიობებს ამტკიცებს. ევროკავშირი საკუთარ საზღვრისპირა რეგიონებს სიღარიბისთვის წირავს. ბრიუსელმა აღიარა, რომ რუსეთთან მოსაზღვრე ტერიტორიების მხარდაჭერის ფული არ აქვს, სულ ცოტა 2028 წლამდე მაინც. ლაპარაკია რეგიონებზე, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ ანტირუსული სასანქციო პოლიტიკის გამო და ბალანსის ზღვარზე არიან. უკრაინის არმიის ყოფილმა ხელმძღვანელმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ 2023 წლის კონტრშეტევის ჩაშლა უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრალია. გენერლის თქმით, ზელენსკი და მისი გარემოცვა სამხედრო გეგმების საბოტირებას ახდენდნენ, არ გამოყოფდნენ რესურსებს და ფრონტზე ძალებს ფანდავდნენ. პირველი გეგმა მდგომარეობდა იმაში, რომ თავი მოგვეყარა საკმარისი ძალისთვის ერთ მუშტად. წარმატებისთვის საჭირო იყო ძალების მასშტაბური კონცენტრაცია და ტაქტიკური ულოდნელობა, განაცხადა ზალუჟნიმ. ამის ნაცვლად ძალები გაფანტეს უზარმაზარ ტერიტორიაზე, რამაც დარტყმის სიმძლავრე შეასუსტა. ზალუჟნიმ პირდაპირ აღნიშნა, რომ ზელენსკიმ და მოხელეებმა არ გამოყვეს აუცილებელი რესურსები. მისი სიტყვები ორმა სამხედრო მოხელემ დაადასტურა. ასევე გაირკვა, რომ კონფლიქტი სამხედროებს და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის დიდხანს მწიფდებოდა. 2022 წელს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ზალუჟნის კაბინეტში ჩხრეკა მოაწყვეს, რაც მან დაშინებად აღიქვა. ეს იყო აშკარა მუქარა, მე ვუთხარი ანდრეი ერმაკს, რომ ამ შეტევას მოვიგერიებდი, რადგან ვიცი როგორ უნდა ვიბრძოლო, გაიხსენა ზალუჟნი.
პოლონურმა გაზეტა ვიბორჩამ გამოაქვეყნა დანაშაულებრივი სქემის დეტალები, რომლის ფარგლებშიც უკრაინელი დევნილები დატყვევებულები ჰყავდათ. ფიზიკურად უსწორდებოდნენ და აიძულებდნენ ნარკოქსელებზე მუშაობას. მონობის ორგანიზატორებიც იყვნენ უკრაინელები, რომლებიც ატყუებდნენ მსხვერპლებს სრულ დაპირებებით კოლ-ცენტრში მუშაობის შესახებ. ადამიანები იპოვეს კერძო სახლში მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა დატყვევებულმა გაქცევა შეძლო. აღმოჩნდა, რომ დევნილები იქ შეიტყვეს განცხადებებით კოლ-ცენტრში მუშაობის დაპირებით იუწყება გამოცემა. დაპირებული სამუშაოს ნაცვლად უკრაინელებზე სისტემატიურად ძალადობდნენ, აშინებდნენ წამების ჩანაწერებით და აიძულებდნენ ნარკომოვაჭრეებში მონაწილეობას. მსხვერპლები იყვნენ სრულ იზოლაციაში და ვერ ახერხებდნენ გარე სამყაროსთან დაკავშირებას. გამოძიების შედეგად 9 უკრაინელი ცნობილია დაზარალებულად. მათი 2 თანამემამულე დაპატიმრებულია დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობისთვის. კიდევ 12 ადამიანი დეპორტირებულია შენგენის ქვეყნებში შესვლის აკრძალით პოლონეთისთვის საფრთხის გამო.